დღეს სასამართლოს ვაჩვენეთ, რომ ის პოლიციელი, რომელიც ვითომდა დააკრავა მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით, ბატონი ბჟალავა, რომელიც არის ნიღბით და თავად სასამართლოზე განაცხადა, რომ ეს ნიღბიანი არის თვითონ და მან დააკრავა მზია ამაღლობელი, აღმოჩნდა, რომ არის ცრუ მოწმე, ვინაიდან ასევე კადრებზე ვაჩვენეთ მოსამართლეს, რომ მზია ამაღლობელს აკრავებს აბსოლუტურად სხვა პოლიციელი, რომელიც არ გაამხილა გამოძიებამ ვინ არის. ეს სხვა პოლიციელი მნიშვნელოვანია ასევე იმ მომენტში, რატომ არ გაამხილა გამოძიებამ. ეს იგივე პოლიციელი აკრავებს ასევე ბატონ ჯებუაძეს ხელით, რომ არ მოახდინოს მზია ამაღლობელის ფიზიკური ანგარიშწორება ადგილზევე. ამიტომ ეს პოლიციელი საქმეში არ გამოაჩინეს, თუმცა დღეს ვაჩვენეთ ეს კადრები სასამართლოს. აი ეხლა ხო? შენითაც რო შეგვედი შენობაში, იქაც ნიღაბი მეკეთა. იქაც ნიღაბი. მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი დააკრავეს სისხლის წესით და შეარდდეს პოლიციის ეზოში და ეს ცნობილი კადრი, სადაც ბატონი ჯებუაძე აჯინებს და ემუქრება, ამ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს ანგარიშწორებას მზიასთან ეგრეთ წოდებული დაზარალებული. ამ კადრში ჩანს, როგორ მისდევს ფეხდაფეხ უკან მზია ამაღლობელს და როგორ აკრავებს მას ორი პოლიციელი, რომ იქვე ეზოშივე ადგილზე არ გაუსწორდეს მას. შესაბამისად, მხოლოდ ეს ვიდეოც უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, ეს ადამიანი როგორ მოიქცეოდა დახურულ სივრცეში, იქ სადაც არც კადრი იყო, არც კამერა და არც ჟურნალისტი. და ის კადრები მოგეხსენებათ გამოძიებამ არ გამოაჩინა არასოდეს. ანუ დამალა საზოგადოების თვალის და ყურისგან და მათ შორის დაცვისგანაც და ჩვენ ვითხოვდით ამ კადრებს. მივიღეთ სურათი, რომ ბატონი ჯებუაძის ერთი მოადგილი არის ცრუ მოწმე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, სადაც ის იძლევა ცრუ ჩვენებას, რომ მან დააკავა და რა გარემოებისთვის დააკავა და სინამდვილეში არც ჩაუდენია მზია ამაღლობელს, არც მას დაუკავებია და საერთოდ იმ გარემოებაში ისიც არ ყოფილა. სისხლის საქმეში ჩვენებას იძლევა ბატონი ჯებუაძის მეორე მოადგილე, რომელიც ასევე ცრუობს, რომ მან დააკავა მზია ამაღლობელი და რა გარემოებებში დააკავა. ანუ პრინციპში ჩვენ ამ საქმეში გვაქვს სურათი, რომ ბატონი ჯებუაძის მოადგილეები აი ასე განაწილებული აქვთ როლები და იძლევიან ცრუ ჩვენებებს, ერთ შემთხვევაში ბატონი ვანაძე და მეორე შემთხვევაში ბატონი ბჟალავა და თავისთავად ცხადია, ანუ მუშაობს ხო უფრო სასიამოვნე პრინციპი და აი ამ მტკიცებულებებზე დგას მზია ამაღლობელის ბრალდების საქმე.